მწვანე ბანაკში კლიმატის ელჩები პროგრამის სწავლა დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს საიმაღლო ცნობიერება ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების, კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით. უწყების ინფორმაციით, მწვანე ბანაკში მონაწილეობისთვის სხვადასხვა რეგიონიდან კონკურსის საფუძველზე 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა. მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები ხორციელდება გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს. შევიკრიბეთ მწვანე ბანაკის კლიმატის ელჩების გახსნის ცერემონიაზე, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენს ახალგაზრდების გაერთიანება ერთი კვირის განმავლობაში, რათა უკეთ შეისწავლონ გარემოს დაცვითი კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების საკითხები. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ძალიან აქტიურ კურსს გაივლიან კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვაზე, კატასტროფების რისკის მართვაზე და ამ ერთი კვირის განმავლობაში ასევე შექმნიან თავიანთ მცირე ზომის პროექტებს, რომელსაც შემდგომში განახორციელებენ კიდეც. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს გარემოს დაცვა და ბუნება, აქედან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობ ჩავერთო გარემოს დაცვით პროექტებში. მათ შორის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სხვადასხვა პროექტში. ეს გამოცდილება ჩემთვის ყოველჯერზე ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩავთვლილიყავი კლიმატის ელჩებშიც, სადაც დარწმუნებული ვარ, მივიღებ ძალიან გამოსადეგ პრაქტიკულ თუ თეორიულ ცოდნას, რომელიც მომავალში პროფესიულადაც გამომადგება.